დღეს უკვე ივანიშვილის გუნდი პირდაპირ და ღია მუქარაზე გადავიდა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელიც უპირისპირდება ან აპირებს მომავალში დაუპირისპირდეს სრულიად ბუნდოვან ჰიდროპროექტებს. ქართული ოცნება გეგმავს ათობით დიდი და მცირე ჰესის აშენებას მთელ საქართველოში, თუმცა პარალელურად ენერგოპოლიტიკაზე საჯარო საუბარს გაურბის. რა სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება საქართველოს მომავალში? როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ სრულ დამოუკიდებლობას ენერგეტიკულ სფეროში? ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში და განხილულ იქნას ღია და ინკლუზიურ ფორმატში საზოგადოების ჩართულობით. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოში აქტიურად დაიწყო ოპერირება კრიპტოსაწარმოებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მდებარეობს. დღეს საქართველოში 4 ასეთი ზონაა: ფოთის, ქუთაისის ჯორჯიან ინდუსტრიალ გრუპის და ჰუალინგის და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზები. სწორედ აქ მოქმედი საგადასახადო შეღავათები ნულოვანი მოგების, ქონების, დღგ-სა და იმპორტის გადასახადები გახდა განსაკუთრებით მიმზიდველი მსხვილი მაინინგ საწარმოებისთვის, რამაც მათ ოპერირება გაუადვილა და ხარჯები შეუმცირა. კრიპტოვალუტის საწარმოები ელექტროენერგიას ფულად აქტივებად გარდაქმნიან. უფრო ხატოვნად რო ვთქვათ, საქართველოს მდინარეების მიერ გამომუშავებული ენერგია მიდის გაურკვეველი კომპანიებისა და პიროვნებების ჯიბეში. ისინი მდიდრდებიან ისე, რომ მინიმალურ გადასახადებასაც არ იხდიან ბიუჯეტში, რადგან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ოპერირებენ. ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში აღსანიშნავია კრიპტო მაინინგ კომპანიების მოხმარების გახუთმაგება, რაც საერთაშორისო ბაზარზე კრიპტოაქტივების ფასების ზრდამ და ახალი საწარმოების დამატებამ, ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში გამოიწვია. ეს არის ენერგიის გადაქცევა პირად სიმდიდრედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის რეალური დამატებითი ღირებულების შექმნის გარეშე, მინიმალური საგადასახადო შენატანებით. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის გუნდმა ფულის მჭრელ დანადგარს მიაგნო, რომელსაც სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგია ასობით მილიონის გამოსამუშავებლად. ეს ყველაფერი უფრო ნათელს ხდის ყობახიძის და სხვების მუქარანარევ ტონს იმათ მიმართ, ვისაც რაიმე კითხვა ან წინააღმდეგობა აქვს ლამის საქართველოს ყველა ხეობაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებით.